მართობისა საქართველო დღეს 4 ივნისია უყურებთ კურიერს 8 საათზე. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუცია უპრეცედენტო მხარდაჭერით მიიღო. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ დოკუმენტს 107 ქვეყანამ დაუჭირა მხარი. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხას უსავს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. საქართველო აღნიშნულ დოკუმენტს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. ეს არის საქართველოს ხელისუფლების კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების, რეინტეგრაციის საკითხებში თანამიმდევრული პოლიტიკის შედეგი და ამას ხედავს და აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობა. ეს არის რეზოლუცია, რომელიც ერთის მხრივ ხას უსვამს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო მეორეს მხრივ მხარს უჭერს იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა სახლებში ღირსეული დაბრუნების უფლებას. რეზოლუცია გაეროს წინაშე წარსდგა ჩვენი პარტნიორების იცე მხარდაჭერით და თანაავტორობით, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების. გაეროს მიერ რეზოლუციის მიღება სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყველა იმ სახელმწიფოს, ვინც გახდა ინიციატივის თანაავტორი და მხარი დაუჭირა რეზოლუციას, ასევე ყველა ქართველ დიპლომატს, ვინც დაუღალავად იშრომა ამ დიდი მხარდაჭერის მოსაპოვებლად მადლობას უხდის. ქვეყნის პირველი დიპლომატი აქცენტს დოკუმენტის მხარდამჭერთა უპრეცედენტო რაოდენობაზე აკეთებს. ტრადიციულ ფორმატში შეიკრიბებიან დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები. განსახილველი თემაა წინა ხელისუფლების დროს საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვა იქნება. სტომაზე მიწვეული არიან აკადემიური წრის წარმომადგენლები, საგამოძიებო კომისიის მორიგის ხდომა საკანონმდებლო ორგანოში დილის 10 საათზე დაიწყება. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უკვე არაერთი საკითხი კვლავ სააშკარაოზე გამოიტანა ჩვენი მოსახლეობისთვის. დღეს კიდევ ერთ-ერთი ეს მიმართულება იქნება განხილული, კონკრეტულად აკადემიური სფერო, თუ როგორ ხდებოდა საკუთარი შეხედულებების თუ ზოგადად უბრალოდაც მინიშნებების გამო ხალხის გაუბედურება, აკადემიური კარიერის დასრულება, გაყრა, გადაფორმება უნივერსიტეტების, მისაკუთრება საუნივერსიტეტო სივრცეების და საკუთრებების. ზუსტად 4 თვე თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა მონაწილეობდეს თუ არა ოპოზიცია კენჭისყრაში, საკითხთან მიმართებით შიდა დაპირისპირება და უთანხმოება კიდევ უფრო მწვავდება. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი ხაზარაძე ჯაფარიძის გუნდს ოპოზიციაში დისონანსის შეტანასა და საერთო გეგმის დარღვევაში ადანაშაულებს. ბრალდებები ისმის გახარიას პარტიასთან მიმართებითაც. შეგახსენებთ, ძლიერი საქართველოს წევრებმა გუშინ ბარიერ გადალახულ პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე მსჯელობა შესთავაზეს. მართლ გუნდში კი კვლავ ამტკიცებენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიციას მარცხი გარანტირებული აქვს. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკური ძალის პოზიცია ყველამ კარგად იცის და ამაზე არ შევჩერდები. რაც შეეხება ლელოს, ჩვენ იმედი გვქონდა და გვაქვს კიდევაც, რომ ისინი არ აყვებიან ემოციებს აი ამ ისტერიაში, რომელსაც ოპოზიციური ფლანგის სხვა პარტიები აწყობენ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და ბოიკოტთან დაკავშირებით, პრაგმატულად და თანმიმდევრულად მიიღებენ გადაწყვეტილებას მონაწილეობასთან დაკავშირებით. თუ ვამბობთ რომ არალეგიტიმურია ქართული ოცნება, არალეგიტიმურია პარლამენტი და ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ, პროდასავლურმა ძალებმა საქართველოს პარლამენტს, ქართული ოცნების პარლამენტს, მაშინ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის ამ წესის, ამ გადაწყვეტილების დარღვევა. აი ამის ფონზე ვერ ხვდები რა პოლიტიკურ დივიდენდს მიიღებს ან გახარია ან ლელო თუ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. როგორც ვირთხები იწყებენ ერთმანეთის დაჭმას, ასე დაჭმაზე არიან გადასული ოპოზიციის შიგნით. ამ ფაზის შემდგომ არის სრული დეგრადაციის ფაზა, სადაც ისე არიან განადგურებული და განულებული, მათ შორის ერთმანეთის მხრიდან ნალანძღი და გაკრიტიკებული, რომ უკვე საკუთარ ამომრჩეველთანაც ვერ წარდგებიან. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პარტიამ გადაწყვიტა თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მათი ამომრჩეველი ალბათ სხვაგვარად ფიქრობს ახლა, განსხვავებით საპარლამენტო არჩევნებისგან.
მორიგი მძიმე ღამე იყო უკრაინაში. რუსეთმა საჰაერო შეტევები მიიტანა ხარკოვისა და ხერსონის ოლქებზე, დაშავდა 2 ადამიანი. ხარკოვის მერის ინფორმაციით, ქალაქის სამრეწველო ზონაში იერიში ოკუპანტებმა ერთდროულად შაჰიდის ტიპის 9 დრონითა და 2 რაკეტით მიიტანეს. გაჩნდა ხანძარი, დაიწვა 1 კერძო სახლიც. საომარი მოქმედებების ფონზე ვაშინგტონშია უკრაინული დელეგაცია. პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი შეერთებული შტატების დედაქალაქში გუშინ ჩავიდა. ანდრეი ერმაკი თავის გუნდთან ერთად უკვე შეხვდა დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს კიტ კელოგს. პარალელურად ომის დასრულების მნიშვნელობასა და სტამბოლში გამართული მოლაპარაკების შესახებ საუბრობს კიევსა და მოსკოვს შორის მთავარი შუამავლის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჰაკან ფიდანის თქმით, სტამბოლში შეხვედრა დადებით ატმოსფეროში ჩაიარა და მხარეები კიდევ ერთ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. თეთრ სახლში კი კიდევ ერთხელ ახსენეს სანქციები. პრესპიკერი კეროლაინ ლევიტი ამბობს, რომ დონალდ ტრამპი მზადაა გამოიყენოს სანქციები, თუ ეს აუცილებელი იქნება. და კვლავ საქართველოს ნეკრესის ქუჩაზე გზისარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. ასფალტის ორფენიანი საფარი 10,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იგება. გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია სხვა ქუჩებზეც. ჯამში 6 ქუჩაზე სამუშაოებისთვის დაახლოებით 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. მდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი დაესწრო. ნეკრესის ქუჩაზე გამგეობის მიერ იგება მეორე ფენა ასფალტის საფარი. სამუშაოების ფარგლებში გასულ წელს აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყო წყალარინების ქსელი, მოეწყო სანიაღვრე ქსელი და ასფალტის დაგებით სრულდება სამუშაოები. ჯამში დაახლოებით 10,400 კვადრატულ მეტრ ფართობზე შესრულდა სამუშაო, ხოლო პროექტის ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 1 მილიონ ლარს. გარდა ამისა, კიდევ დამატებით 6 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. ქალაქ რუსთავის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის ფარგლებში გრძელდება რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის 32 ნომერში არსებულ საცხოვრებელ კორპუსში. გამაგრებითი სამუშაოს შესრულების შემდეგ გათვალისწინებულია ფასადის სრული რეაბილიტაციაც. ისტორიული ქუჩის აღდგენის პირველი ახალი ეტაპი რუსთაველის 25 ნომერში, 34 და 36 ნომერში საცხოვრებელ კორპუსების სრულ აღდგენა გამაგრებას ითვალისწინებს, რისთვისაც ამ ეტაპზე სატენდერო პროცედურებია დაწყებული. ჩვენს ქალაქში ერთ-ერთი ძველი ქუჩისარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ვცდილობთ, რომ ამ ქუჩაზე შევინარჩუნოთ კორპუსების ავთენტური იერსახეს.არეაბილიტაციო სამუშაოები გულისხმობს ასევე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას, რაც მოსახლეობის ძალიან დიდი მოთხოვნა იყო წლების განმავლობაში. პროექტის ფარგლებში მოხდა სარდაფების გამაგრების სამუშაოები. ეხლა უკვე აქტიურად მიმდინარეობს ფასადის ლესვის სამუშაოები. პროექტის ღირებულება არის 600,000 ლარი, რომელიც უნდა დასრულდეს აგვისტოს თვეში. ეს არის რუსთაველის ქუჩის ფასადების მოწესრიგების გაგრძელების სამუშაოები, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება სადგურის მიმართულებით და მივიღებთ ძალიან სრულად მოწესრიგებულ ლამაზ ქუჩას. სელიმ ბაღნიშნეს შუახევში სახალხო დღესასწაული საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლ ახალციხის ფაშის სელიმ ხიმშიაშვილის სახელს უკავშირდება. დღესასწაული ადგილობრივებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიულოცა. სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუზეუმსა და საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული ნამუშევრები, აქტიური საზოგადოებრივი შემოქმედებითი და მეცნიერული საქმიანობისთვის სპეციალური პრემიით დაჯილდოვდნენ მოქალაქეები. დღის ამბების ნახევარწლად ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.gi შეგიძლიათ